თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო. ნათია ქენქაძე ჩაგვრთება დეტალებით ახლა ღია ეთერში ნათია გისმენთ. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი დრო დაეთმო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის საკითხს. თუ შეხვედრის შემდგომ გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯერებთ, როგორც დელეგაციის, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ შეხვედრით კმაყოფილი არიან, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე დღეს საუბარი არ ყოფილა. მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არც იყო მათი ვიზიტის მიზანი. ისინი არ ჩამოსულან საქართველოში იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება დააჩქარონ ან საკუთარი პოზიცია მოახვიონ თავს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი თქმით, მთავარი მიზანი იყო პოზიციების დაფიქსირება და ურთიერთგაცვლა, რაც მოხერხდა დღევანდელ შეხვედრაზე და საფრანგეთის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მთავარი ახლა არის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობის შენარჩუნება. ძალიან დელიკატური იყო დღევანდელ განცხადებაში საფრანგეთის მიტროპოლიტი. მან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკანაც კი თავი შეეკავა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის აქტიური მხარდამჭერია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ის ხელმძღვანელობდა უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელ სხდომას. მას ამ დელიკატურობისთვის დღეს პატრიარქის მოსაყდრემ მადლობა გადაუხადა. მეოფეშიო აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ენდობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ასევე გაიგებით ეკიდება იმას, რომ ქართული ეკლესია ფრთხილობს ამ საკითხზე და არ ჩქარობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. მეოფეშიო ამბობს, რომ ეს არ არის გამონაკლისი და ძალიან ბევრ მართლმადიდებელ ეკლესიას უმრავლესობას ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია ოფიციალური პოზიცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემის თაობაზე. ის გამორიცხავს ამ საკითხზე რუსეთის გავლენას და ამბობს, რომ ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ რუსეთის ეკლესიას უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს. საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მსოფლიოს საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის. რასაკვირველია, შევეხეთ იმ საკითხსაც, რაც ეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოს და ამ ტომოსზეც ჰქონდა მსჯელობა საქართველოს პატრიარქთან და ეკლესიის მღვდელ მთავრებთან ერთად. ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება გარკვეულ დეტალებზე. რაც შეეხება ამ საკითხს ავტოკეფალიას, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თვალსაზრისით თავსმოხვევა, ან ზეწოლა, ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება იმ საკითხებზე, რაზეც არის საუბარი ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა. მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურს და მღვდელ მთავრებს შორის. კეთილი გაგებული და ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი და რაც თავარია გამოიკვეთა მათი ესეთი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ ჩვენ, რომ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ აუჩქარებლობას აი ამ ეტაპზე რა პოზიცია ჩვენ გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. სამწუხაროდ აი ჩვენთან არის ესეთი განწყობები, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში აი დღეს თქვენ იხილეთ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენ პოზიციას. მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინესობის სიბრძნეს. იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. გუშინმა მათ გამართეს არაფორმალური შეხვედრა მღვდელ მთავრებთან. დღეს კი უკვე შედგა პირისპირ შეხვედრა პატრიარქთან, ქორეპისკოპოსების და მოსაყდრის მონაწილეობით. დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს. მადლობთ ნათია ქენქაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.